მაშინ, როდესაც მედია სივრცეში ყურადღება ძირითადად რუსთავი ორსკენ არის მიპყრობილი, ჩვენი კოლეგების ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელში კვლავ გაუგებრობაშია და ეს არ არის ცოტა ხანია. ახალმა მენეჯმენტმა გადაცემების დახურვა დაანონსა, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად ვასილ მაღლაფერიძეს და მის გუნდს სამეურვეო საბჭოს თანხმობა სჭირდება, რომელიც ჯერ კიდევ არ აქვს. დასახურ პროექტებს შორის მოხვდა გადაცემა ეკონომეტრიც, რომელიც ერთადერთია საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც სრულად ბიზნეს და ეკონომიკის სიახლეები შუქდება. ახალი ხელმძღვანელობა ხარჯების ოპტიმიზაციას იწყებს, თანამშრომლებს კი უკვე გადახარჯულ თანხებზე აქვთ შეკითხვები. სად და რამდენად ეფექტურად იხარჯება ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები? ნახოთ სალომე მეცხვარიშვილის რეპორტაჟში. ყოველწლიურად საქართველოს ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის 45 მილიონი ლარი გამოიყოფა. მიუხედავად ამისა, ტელევიზიას არც ნორმალური შენობა აქვს და არც რეიტინგი. არარეიტინგულობის მიზეზით დახურვა დღეს 15-მდე გადაცემას კიდევ ემუქრება. სად მიდის ბიუჯეტის ფული? ამის გარკვევას მე თქვენთან ერთად შევეცდები. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა დირექტორმა და მისმა გუნდმა წინამორბედებს წლების განმავლობაში არაეფექტურად დახარჯული 410 მილიონი ლარი უკვე დაუთვალა. დაითვალეს რეიტინგებიც, რომლის გაზრდა ბოლო 10 წლის განმავლობაში ვერ შეძლო ვერც ერთმა ახალმა ხელმძღვანელმა, რომლებიც ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად იცვლებოდნენ. ახალი გუნდის მიზანიც წლის ბოლომდე ტელევიზიის რეიტინგის 15%-მდე გაზრდაა. მანამდე კი იმ გადაცემების დახურვას აპირებენ, რომლებიც ახალ ხელმძღვანელობას დაბალ რეიტინგულობის გამო არაეფექტურ ხარჯად მიაჩნია. დასახური გადაცემების რიცხვში მოხვდა ეკონომეტრი, რომელიც ყოველდღიურად ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეებს აშუქებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით გადაცემაზე წლის განმავლობაში დახარჯული თანხა 225,000 ლარია, რასაც გადაცემის ავტორები კატეგორიულად არ ეთანხმებიან. ღირებულება ამ გადაცემის წარმოადგენს 225,000 ლარს, რაც ჩვენთვისაც სიურპრიზი იყო. ეს არის სტუდია, რომელსაც მოამბეთ სარგებლობს და ჩვენ სარგებლობთ, ეს არის ძველი მაგიდა, ძველი რეკვიზიტებიდან ამოტანილი. ეს არის ჩვენი სამუშაო ოთახი. ხმის დასახშობათის ფარდები დაკიდეს და არ ვიცი ხა იმაში თუ წავიდა ამდენი 1000 ვერ გეტყვით. რატო ჯდება ეს ყველაფერი 225,000 ეს კითხვა ნამდვილად მაქვს, თუმცა გადაცემის პირდაპირ ღირებულება ბიუჯეტი, რასაც ქვია, არის 99,000 ლარი. იგივე პრეტენზია აქვთ დასახური პროგრამების სიაში მოხვედრილი გადაცემის რეალური სივრცის ავტორებსაც. როგორც გადაცემის წამყვანი აცხადებს, მათი რეალური ხარჯი 400,000 არ აღემატება, სადაც შედის როგორც გადაცემის მომზადების, ასევე სამივლინებო და რეგიონული კორესპონდენტების ხარჯები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი რეალური სივრცის ხარჯი გასულ წელს მილიონ ლარამდე იყო. ეს თანხა, რაც 400,000-ის ზევით არის, ეს თანხა არის მენეჯმენტის ხელფასების წილი ჩვენ გადაცემებზე განაწილებული, წყლის გადასახადი, სატელიტის გადასახადის წილი, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომპანიის გადასახადის წილი ჩვენი გადაცემების მიხედვით. საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური დირექტორი განმარტავს, რომ გადაცემების ხარჯი განსხვავებულად ითვლება და მასში არა მარტო ხელფასების, არამედ სხვა ტიპის დანახარჯებით შედის. ეს მთლიანი პროექტის ღირებულება არა მარტო ეკონომიკასთან დაკავშირებით, არამედ სულ ყველა პროექტთან. შედგება სხვადასხვა კომპონენტებისაგან. მათ შორის არის ხელფასები, მათ შორის არის მივლინება, თუ იყო მივლინებაში წარსული. მათ შორის არის სტუდიის ექსპლუატაცია, მათ შორის არის დეკორაციები, მაგალითად, ხარჯები, თუ ქონდათ მათ ესეთი ტიპის ხარჯები. მათ შორის არის დენის ხარჯი. მიუხედავად ხელმძღვანელობის განმარტებებისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს დანახარჯებთან დაკავშირებით კითხვები მაინც აქვთ. მაინტერესებს ეს არაპირდაპირი ხარჯი რატომ აღემატება და რატომ არის ასეთ დიდი? ვის ვინახავთ ჩვენ? მართლობით რგოლს, რამხელა ეს მართლობითი რგოლი და რეალურად რა ჯდება მისი შენახვა. რაში იხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, ამასთან დაკავშირებით კითხვები ახალ ხელმძღვანელობასაც აქვს, თუმცა ერთადერთ გამოსავლად მაინც გადაცემების დახურვა მიაჩნიათ. გენერალური დირექტორის ეკონომიკური მრჩეველი ამბობს, რომ შეიცვლება გადაცემების ხარჯების დათვლის სქემაც. ეგ კითხვა ჩვენს გვაქვს, რომ რაში იხარჯება ამდენი ფული. მაგაზე უარესად 410 მილიონი როგორ უნდა დახარჯო? არ ვიცი, ჩემი აზრით აბსოლუტურად სწორი ხედვაა და გამოსავალიც მე ვფიქრობ სწორად იქნა ნაპოვნი, ეს თანხები რაღაცას უნდა მოაგდეს. სულ რომ არ ვიფიქროთ დაუშვათ ტექნიკის და შენობის განახლებაზე, ისედაც ძალიან დიდი რაოდენობის გადაცემებია და ისედაც ძალიან ბევრი გაბერილი შტატებია.
ეკონომისტი გიორგი პაპავაკი ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ ოპტიმიზაცია უნდა დაიწყოს იქიდან, სადაც ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი იხარჯება. შესაბამისად, სპეციალისტს ახალი ხელმძღვანელობის სტრატეგია არასწორად მიაჩნია და ფიქრობს, რომ გადაცემების გაუქმებით ტელევიზია 15%-იან რეიტინგს ვერ მიაღწევს. უფრო მალე დაგვეცემა დედამიწაზე კომეტა, ვიდრე იმ განაწილება რომ მართალი იყოს, მივახცევთ 15%-იან რეიტინგს, ჩვენ ვამბობთ, რომ გადაცემები ჩდება ძვირი და რეალურად ხედავთ, რომ 40 მილიონიდან მხოლოდ 4 მილიონის გადახდა ხდება თვითონ გადაცემაში მომუშავე პერსონალზე, ხოლო დანარჩენი დაახლოებით 30-დან მილიონი და კიდევ უფრო მეტი იხარჯება სხვა ხარჯებს. ეს ნიშნავს სალსახად იმას, რომ ოპტიმიზაცია შესაძლებელია დაწყებული იქნას სწორედ ამ კუთხით, ანუ რა არის ის დამატებითი ხარჯები. ბოლო 10 წლის განმავლობაში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არაერთი დირექტორი გამოიცვალა. არც ერთ მათგანს პრობლემების გადაჭრა გადაცემების გაუქმებით არ გადაუწყვეტია. ფაქტი ერთია, რომ ხელისუფლებები და ტელევიზიის დირექტორები იცვლებიან. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი საკუთარი მუდმივი პრობლემებით იგივე რჩება.